დილამ შვიდობისა. დილამ. წავედი იქით. ხუბელია. თქმის უნდა თითქოს უნდა გაწევდეს ისეა. და მე ხოლმე არ წამოვიღე. მაგრამ ახლოსაა ჩემთან საავადმყოფო და მალე მივალ და მოვალ. თავარია იქ არ იყოს დიდი რიგები. მეორე თავი რიგის ნომერი ანალიზებზე. გამოვედი მეგობრებო, გამოვედი. ასე ადრე თუ მოვამთავრებდი, არ მეგონა წვიმას აპირებს, მაგრამ მე კი მივასწრებ სახლში, ქარია გამწეწა. მივალი ხლა და გეტყვით. ჯერ არც არაფერია სათქმელი, მაგრამ მაინც. მოვედი მეგობრებო. ეს წუთია მოვედი. ეგარემ ჩავწერო ვიდეო და მე გამოვიცვალო მეთქი. სულ არ დავაგვიანო. თავი ამტკივდა. შია. ასე მალე თუ მოვიდოდი მეგობრებო, არ მეგონა 11 საკლია 5 წუთი, მაგრამ რატომ მოვედი ადრე? იმიტომ რომ ექიმთან შესვლა დროულად მოვახერხე, არ ყავდა დღეს ბევრი, დღეს გამოვიდა, ჩვეულებაში იყო. ანალიზებიც დროულად არ იყო რიგი ბევრი და დროულად შევედი და ავიღე და ეხოსკოპიაზე რომ გამიშვა, არ იყო ჩემი გადამღები, ვისთანაც ვიღებ მე წლებია. ჩვეულებაშია ისიცო და როდის დაბრუნდებაო, თვის ბოლომდე 31-მდე ჩვეულებაშიაო და იმის იქით უნდა ავიღო და მივიდე მერე ხელმეორედ და იქ ეხოსკოპიაზეა ზუსტად დიდი რიგი და იქ მომიწევდა დიდხანს ყოფნა, მაგრამ რადგან ვეღარ შევედი, ამიტომ მოვედი ადრე. ჯერ არაფერი არ ვიცი, მეგობრებო, ანალიზები ეხლა დავტოვე და ხვალე იქნება დილით, მაგრამ ექიმი არ იქნება შუადღემდე და შუა დღის მერე წავალ. ანუ 2-მდე მივალ, ანალიზებს გამოვიტან და 2-ის მერე მოდის ექიმი. და ხვალე მეწოდინება დანარჩენი ანალიზების პასუხების მიხედვით, რას მეტყვის. დიც არაფერს არ მეტყვის, ვიცი და მინიშნავს D ვიტამინს ისევ და რაღაც შეიძლება ელემენტარული ცვლილება შეიტანოს, მაგრამ დიდად არ ამგონია. მერე კიდე ეხოს სანამ არ გადახედავს, ეს არასწორად მიდგას ეთყო. ეხოს სანამ არ გადახედავს, თავისთავად რამდენი ხნით გამიშვებს მერე არ ვიცი, მაგრამ სექტემბრის დასაწყისში მივა გადავიღებ იმასაც და მივუტა. უზმოზე ხომ წავედი ანალიზების, ანუ უჭმელი წავედი ხომ ანალიზების გამო და ეხა ისე მშია. წამლები არ დამილებია, რომ ვერ წამალს ვერ დავლევდი და ახლა ეთი წამალი დავლია, შუალედს ველოდები, მერე მეორე დავლევ და მერე შევჭამო რამე. თორემ ეს წამლები ჩემი ისეთია, რომ ზუსტ დროზე უნდა დავლიო, ზუსტ საათების მიხედვით უნდა დავლიო, მაგრამ
ასეთ გამონაკლისს შემთხვევებს ვუშვებ, სხვა გზა რომ არ არის, მაგრამ რომ არ დავლიო, მაინც არ შეიძლება და დილას იცა გამოვაცხე, მოვასწარი ისიც. არ სამდგარაგიგა ჯერ სად არის? აი, იცა გამოვაცხე. აქ კი არ დამილაგებია არაფერი, დაუტოვე ასე რომ ჭამოს მეთქი, თუ ვერ მოვედი, ლობიო შევალბე, შავი ლობიო და ლობი უნდა გავაკეთო დღეს. ჩავალბე დილას წავედი და რამდენიმე მოვასწარი ადრე რომ ავდექი. ხოლო დავადგა მე ლობიოს, მოიხარშება მალე, მაგას გავაკეთებ და დანარჩენს ისევ მივხედავ სახლს. როგორც ყოველთვის დიასახლისების საქმე. ამირანთანაც არ დამირეკია, ვიცი მელოდება, მაგასაც დაურეკავ ახლა, მერე დედაჩემს დაურეკავ. აი, თუ რამე საქმეზე არ წავედი, დანარჩენი დღის განრიგი ჩემი ასეთია. ერთი და იგივე. აი, რომ გავდივარ, მაშინ აქვს ცვლილებები. რამე განსხვავებული. მადლობა მეგობრებო, მითხარით. გაგვაგებინეთ რას გეტყვის ექიმიო, მადლობა. მაგისთვის. ყველაფრისთვის მადლობა. უჭმელი რომ ვარ, თავი ამტყივდა იმ წუთას და კოფე. ყავა. ხან კოფეს ვამბობ და ხან ყავას მეგობრებო კი მიხდებით. ყავა რომ არ მაქვს დალევლი უკვე დამეწყო. თავის კი ჭამრამეს და თან გიგაც გაიგვიწებს და ერთად დავლებთ. ხო, მაინტერესებს რაღაც ჩემი აზრით აი ყოველთვის როგორ მაშვები რა ქვია. სადღაც ყველაფერს ვაწყდები. პრობლემას არა, ელემენტარს რაღაცას თორე მეგრა პრობლემა. როგორ იყო ეხლა რომ მივედი ყოველთვის რატომ ყვები ამას, მაგრამ მე მაქვს ასე ყოველთვის გამორიცხული ამისადმე მივიდე და რაღაც აი რომ მივედი რეგისტრატურაში და ვეუბნები ექიმის სახელგვარს და ვარ ამასთან კონსულტაციაზე. და ვიცი მე რომ დღეს უნდა იყოს ექიმი და უნდა იყოს დილიდან. იცით ვიცი რომ სამშაბათს და პარასკევს შუადღის მერე მუშაობს. ხო და ვეუბნები რომ ხო კონსულტაცია მინდა მეთქი და უყურებს ნახა კომპიუტერში გადაამოწმა და ეკაო ანუ ექიმი არ არისო გამოსულიო. ჯერო შვებულებაშია და არ არის გამოსულიო. უნდა იყოს წესით მეთქი და მოიცა, კი არის, მაგრამ შუადღის მერე არის 2-ის მერეო. არა მე ვთხარი დღეს დილიდან უნდა მუშაობდეს წესით მეთქი, თან მე ანალიზები უნდა ავიღო, ვიცი, ანალიზებზე გამიშვებს მეთქი და იმიტომ მოვედი ორშაბათს რომ დღეს დილიდან იქნება მეთქი. ხო, მაგრამ 2-დან არის ასე მეუბნება და კარგით გადავამოწმებ კიდევ. უყურა გადაამოწმა, ბოდიშიო, ესო 18 აგვისტოს მიჩვენებს რომ 18 აგვისტოს არისო შუადღის მერეო. ხო მე ვთხარი ვიცოდი მე და იმიტომ მოვედი დილას მეთქი და აი ყველგან ვაწყდები თუ მე არ გამოვიჩინე რამე ის ხო მე ხო მოვტრიალდებოდი და წამოვიდოდი. და მივიდოდი შუადღის მერე და შუადღის მერე კიდე ვეღარ შეხვალიქ, იმიტომ რომ დილის სმენა რომ არის 4-მდე გადის ის უკვე, ან 4-ზე გადის სამსახურიდან და მე რომ 2-ზე იქ მივიდოდი 2-ზე რომ იქ მივიდოდი 4-მდე მე უკვე ვერაფერს ვეღარ მოვასწრებდი იქ და ვერც ანალიზებსაც ვეღარ ავიღებ და საერთოდ ამერეო და გრაფიკი. ჯერ არ არისო მითხრა, მე ასეო. ყოველთვის რაზეც მიდივარ მე, იქ მეწყება რაღაც. მე ახლა მეგობრებო, რომ მოვტრიალდი ექიმიდან, ანუ რა ანალიზებიც უნდა ამიღო, ეს ჩააგდო, იქ რეგისტრატურაში გამიშვა ისე რომ ყოველთვის ასეა და მე მგონი გამგარიხვიცა.
რეგისტრატურაში მივედი, იქ უთხარი ანალიზები უნდა იყოს ჩემი მეთქი. იგივე დაზღვევა გაქვო? არა მეუთხარი. აბა რის ანალიზებს მეუთხარი ექიმა გამომიშვა ამ ადამ ექიმა რომ გასაგებიაო ნახა და მითხრა 155 ლარი. დავთვალე მეგობრებო და 5 ლარიანი მივაწოდე იმისთვის რომ ანუ 160 ლარი მივეცი, მე ჩემის აზრით ასე დავთვალე და 5 ლარიანი მივეცი, იმიტომ რომ ის 10 ლარიანი უკან დაებრუნებინა. და სწორიაო მითხრა და ჩადო. ხო და ეხლა მე ხომ არ შემეშალა? არ ვამბობ აქ მე იმას რომ მე ანუ მან აიღო ზედმეტი, არ ვამბობ. მაგრამ მე ხომ არ შემეშალა და ხომ არ გადავაყოლე, მაგრამ ეგეც რომ არ ვიცი ზუსტად რამდენი მქონდა ჩანთაში. ან მე შემეშალა და ან მას შეეშალა. არ ვამბობ მე იმას რომ მან წაიღო ზედმეტი. მაგრამ შეიძლებაც რომ მე შემეშალა. აქ უნდა მქონდეს 10, 20, 30, 40, 50, 60, 70, 80, 90, 100, 140. დავიანგარიშებნი ახლა და მე ნახავ გადაყვათ. მოდი გიგა. არა უშავს მე დავიანგარიშებ და ნახავ. მიახლოებით უნდა ვიცოდე, მაგრამ იმ 10 ლარს შეიძლება მე ისეც შემეშალოს აქ ზუსტად არ მახსოვდეს რამდენი მქონდა თანხა. ანუ 280 მქონდა. 50-იც გუში მომცა და რაღაც კიდე მქონდა ჩანთაში. ვერ გავაკონტროლებ ახლა მაგათ ლარს, მაგრამ არა უშავს ჯანდაბას, მაგრამ ყოველთვის რაღაც ვეღარ ვუთხარი ზედმეტი ხომ არ არის მეთქი, ან იქნება, იმიტომ რომ იქნება მე დათლაში მე შემეშალა და არ გამომივიდეს რაღაც ცუდად ნათქვამი მეთქი და შეიძლება და მართლაც შემეშალა, არ ვარ დარწმუნებული და იმიტომ, მაგრამ ყოველთვის რაღაც ვაწყდები თითქოს. პრობლემა არ არის ეს დიდი, უბრალოდ რაღაცას მაინც ყოველთვის დავთვალე, მაგრამ მე ჩემ აზრით ისე დავთვალე, რომ 160 მივეცი. 50 და 55. იქედან უნდა დაებრუნებინა. და 5 ლარი კიდე მივეცი, რომ იქედან უნდა დაებრუნებინა. ხო და არ ვიცი, რაც არის ეს არის, არ აღშვას. კარგით მეგობრებო, დაგემშვიდობებით. ახლა გიგამაც გაიღვიძა, ცოტა მეც ძალიან ცოტა კი არა, მაგრად ფშია და შევჭამ რამეს და მე მოვალ ალბათ არა მოვალ მე პროექტი